გამარჯობა, მე ვარ თეონა ამაღლობელი და ეს მერაკის პოდკასტია, ანუ ჩვენი პოდკასტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენია არაფორმალური განათლების ინსტიტუტი მერაკი, სივრცე შენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. ხოლო ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სპონსორია ყვავილების მაღაზია Sunflowers-ი. Sunflowers-ი არის ადგილი, რომელსაც პირადად მე წლებია ვირჩევდა ვენდობი. ყვავილების შეკვეთა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ. მისამართი კი მიცკევიჩის 15 ნომერია. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის კიდევ ერთი სპონსორია ონლაინ მაღაზია Opsi. თქვენ აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ვიქტორია სეკრეტის ორიგინალი ნივთები. ხოლო ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია ილია ნიკაჭაძე. ილია, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი. ძალიან საინტერესო თემა გვაქვს. ამ თემით გაგიცანი მე პირადად ენიაგრამა და პირადი ურთიერთობები. და საერთოდ სანამ დავიწყებთ ენიაგრამაზე და პირად ურთიერთობებზე საუბარს, ძალიან მაინტერესებდა ყოველთვის და გკითხავ ჩემს პოდკასტში შენ თვითონ როგორ აღმოაჩინე ენიაგრამა და რატომ ჩათვალე, რომ ეს იყო ოქროს გასაღები? მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო იყო ჩემი და ენიაგრამას შეხვედრა. საერთაშორისო პროგრამას გავდიოდი NLP-ში და აღმოაჩინე, რომ გვერდზე, დიდი სასტუმრო იყო, ეს რამოდენიმე პროგრამა მიდიოდა ერთმანეთს პარალელურად და აღმოაჩინე, რომ გვერდზე მიდიოდა ენიაგრამის პროგრამა. უცნაური, როგორი შეგრძნება მაქვს იცი, რომ ფილმებში რო არის, ხო, ეგ გამოქვაბულში რო შედიხარ, იქ რაღაც წარწერებს რო აღმოაჩენ და რაღაც იდუმალებას რო იკვლევ. ესეთი განცდა მქონდა, როდესაც დაფაზე შევამჩნიე ენიაგრამას სიმბოლო, იქ ციფრები, ეს ისრები, რომელიც ასე ვთქვათ, დეინტეგრაციას და დეზინტეგრაციას და ინტეგრაციას გაჩვენებს ენიაგრამასი, ძალიან დავინტერესდი. მე ესეთი პატარა ეშმაკობა ხრიკი ვიხმარ, რომ ერთ-ერთ მონაწილეს ვთხოვე, რომ ჰენდაუთები ეჩვენებინა, რა სწავლობდნენ. და ამ ჰენდაუთებში, რომ ჩავიხედე, მივხვდი, რომ აქ წერია ის, რასაც წლებია ვაკეთებ. უბრალოდ ჩემი პირადი დაკვირვებებით და არა რაიმე ღრმა ცოდნის საფუძველზე. რას ვაკეთებ? რა არის, ხო, ეს რაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ვაკვირდებოდი ადამიანებს და ვცდილობდი დამეინახა ისინი. მაგალითად სკოლაში, მე 6 სკოლა დავამთავრე პროცესზე და ჩემი სკოლა ქაშვეთის უკანა ნაწილში და ძალიან ხშირად, სკოლიდან რუსთაველზე ავდიოდი და ყველაზე ხშირად ვაკვირდებოდი ადამიანებს და უფრო კონკრეტულად მივარდი ხოლმე წყვილებზე დაკვირვება და ესე უყურებდი, რომ ნეტა ერთმანეთის რა მოეწონათ. ერთმანეთში რა აღიზიანებთ, რაზე კამათობენ, რა იზიდავთ და რა განიზიდავთ. და ყველაზე მეტად რაც მომწონდა ხოლმე პროგნოზების გაკეთება, რამდენი ხანი გაკაჩავენ ერთად. უბრალოდ ეს ჩემი მსჯელობა და დაკვირვება უფრო დედუქციის მეთოდს ეყრდნობოდა, ზოგად გამოცდილებას, რაც შეიძლება და მერვე კლასელს ახლა გამოცდილება ქონოდა და არა რაიმე ფსიქოლოგიურ ცოდნას ან ინსტრუმენტებს. და აღმოაჩინე, რომ ამ ყველაფერს ზურგს ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტებს ფსიქოლოგია უმაგრებდა. და როგორ გამიტაცა იცი, რომ ცალი ყური და ცალი თვალი იქით მქონდა სულ. შემდეგ თბილისში რო დავბრუნდი, მოვძებნე ენიაგრამას პროგრამა და გავიარე ეს პროგრამა. ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე, რომ ჩემი მასწავლებელი გია ცხოვრებაძე არის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მე ამ ენიაგრამას თემებს ძალიან ისე ღრმად და საფუძვლიანად მივყოლოდი. რაც მთავარი, როდესაც ენიაგრამა ვისწავლე, აღმოვაჩინე, რომ ენიაგრამამ შეკრა ყველა ის ცოდნა, რაც მე ფსიქოლოგიაში მქონია. ზოგადად ძალიან ცნობის მოყვარე ვარ და თუ რაიმე გამოჩნდებოდა ხოლმე საქართველოში ინსტრუმენტი ან მექანიზმი ფსიქოლოგია, ყველაფერს გავდიოდი და ყველაფერს საკუთარ თავზე ვცდიდი ხოლმე. ამიტომ თუ რამე არსებობს, თითქმის ყველაფერი გამოცდილი მაქვს და დატესტილი ჩემს თავზე და აღმოჩნდა, რომ ენიაგრამამ ყველაზე კარგად იმუშავა. და ეხლა რატო იმუშავა ენიაგრამამ კარგად, ნახე? ეს დატესტვები, რაც მე გავაკეთე საკუთარ თავზე, ეს არის, როდესაც ცუდად ხარ, პირობითად, ხო, ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს და გამოსცადი სხვადასხვა მედიკამენტი და დააკვირდი, რომ ეს მომიხდა, ეს ისე რა მომიხდა, ეს ასე, ეს ისე. მაგრამ ეს ყველაფერი იყო რაღაცა ის ალალბედზე გაკეთებული ვით. რომ ყველამ ვიცით, რომ რაღაცა ვიტამინებს თუ დალევ ჯანმრთელობის კარგი, დაახლოებით ესეთი მიდგომა მქონდა.
აი ენიაგრამამ რაც მომცა, ეს არის ზუსტად დამანახა რა სირთულე მაქვს და მომცა საშუალება რომ მიზნობრივად მემუშავა პრობლემაზე და არა ყველაფერზე ერთად. ეს ძალიან დიდი შეხავათი იყო, იმიტომ რომ დიდი დრო დავზოგე, დიდი ენერგია დავზოგე, დიდი ფინანსების დავზოგე ამისადან გამო. ხა რა მაჩვენა ენიაგრამამ? ხო, საკუთარი ფსიქოტიპი მაჩვენა, საკუთარი ენიანიშანი მაჩვენა და ის გამოწვევები, რაც ამ ენიანიშანს აქვს. მე ძალიან მიყვარს მეტაფორა, რომ აი წარმოიდგინე, რომ შენი სახლიდან მეზობელთან ჩადის წყალი. აი ტოქსიკურ ადამიანებზე რო ვსაუბრობთ, ვინ არის ტოქსიკური ადამიანი? ეს არის მეზობელი, რომელიც წყალს უშვებს. ეხლა თუ ნათესავია, ეს ნიშნავს, რომ სხვაგან ვერ გადახვალ, იმიტომ რომ ეხლა ძმას, დას და დედას და მამას ხო ვერ გააქვს, რომ ისინი არსებობენ და ამას ვერ შეცვლ. მაგრამ როგორ შეიძლება რომ იმ ადამიანმა რომ გადაწყვიტოს, რომ მე აღარ მინდა რომ მოუწამლო სხვები? როგორ შეიძლება რომ ეს პროცესი შეაჩეროს, ხო? როგორ შეიძლება წყალი აღარ ჩაუშვა მეზობელთან მარტივად, რო ვთქვა. აქამდე გავრცელებული იყო ესეთი გზა თვითონ სანტექნიკაში, რომ გადათხარო მთელი იატაკი, აყარო და იპოვო ის მილი, სადაც რომელიც წყალს აპარებს. და ენიაგრამა ის რა მეთოდია, რომ მთელი იატაკი უნდა გადათხარო, მთელი ფსიქიკა უნდა გადაკექო. არამედ მიზნობრივად მიაგნო აი ამ ფილას, რომლის ქვეშაც არის დაზიანებული ნაწილი. და ის შეცვალო. და ნახე რამ ხელა ეკონომია დროის და ენერგიის და რესურსის. აი ესე მაპოვნინა ენიაგრამამ ჩემი მთავარი პრობლემა და გამოწვევა. ამან საბოლოოდ ის შედეგი გამოიწვია, რომ ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთე სწრაფად. ფაქტიურად შეიძლება ესე ითქვას, რომ 33 წლის ასაკიდან, აი კოვიდის წინა პერიოდი რო დაიწყო, აი მაშინ აქ პერიოდს დაემთხვა ეს ძალიან დიდი ნახტომი. პირველ რიგში ნახტომი ფინანსებში და კარიერაში იყო, რომ ეს ყოველს პრობლემური ზონა იყო ჩემი. შემდეგ ნახტომი იყო ზოგადად სოციალურ ურთიერთობებში, პირად ურთიერთობებშიც ასე. ვერ ვიტყვი რომ ხა 100% ყველაფერი დაალაგდა ესეთი მდგომარეობა არ არსებობს და ჩვენ რა ვიყოთ რა ზიგმუნდ ფროიდი რო აიღო თავის იმაში პრაიმში ანუ განვითარების ყველაზე მაღალ ეტაპზე მასაც ყველაფერი არ ქონდა დაალაგებული მაგრამ განსხვავება ის არის რომ ეხლა ზუსტად ვიცი რაღაც რო ირევა რატო ირევა და სად ვეძებო პრობლემა და როგორ გამოვასწორო ზოგადად მე მგონია რომ განვითარებული მენტალურად განვითარებული ადამიანი მით განსხვავდება ნაკლებად მენტალურად განვითარებულისგან რომ განაიმით რომ პრობლემები არ აქვს პრობლემები და გამოწვევები და სირთულეები ყველას გვაქვს პირადშიც და სხვა სფეროებშიც. მაგრამ მენტალურად განვითარებულმა ადამიანმა იციან როგორი რეაქცია ქონდეთ ამაზე და დროულად როგორ მიხედონ და დაალაგონ ეს პრობლემა. ერთი ძალიან მაგარი ფილმში ვნახე თუ არ ვცდები თუ სადღაც ვნახე არ მახსოვს. ესეთი დიალოგი იყო ცოლ-ქმარ შორის რომ ცოლეუნება ქმარს რომ მე შენ იმიტომ მიყვარხარო რომ შენ როდესაც რაღაცა პრობლემები გაქვსო სხვა ქალთან კი არა ფსიქოლოგთან მიდიხარ. ნახე რა საინტერესოა ანუ სწორი ადრესატი იპოვა საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად. ესეც გარკვეულწილად ნიშნავს იმას რომ შენ თავს იცნობ და იცი ვინ გჭირდება ექიმად. ხო შეიძლება ფსიქოლოგთან არ მიხვიდე, მაგრამ იმუშაო შენ თვითონ იმაზე, რამაც არია, მაგალითად შენი პირადი ცხოვრება და ყოველთვის როდესაც რაღაცა ირევა შენ ცხოვრებაში. ამას მიზეზები აქვს. და ამას მოყვება შედეგები ფატალური, თუ ამ მიზეზებს როულად არ მივხედეთ. ძალიან საინტერესო ეს გამოთქმა არსებობს, რომ მაგალითად ძალიან აქტუალური თემაა ეს. ხალადის პოლიგამიის თემა. და ყოველთვის, როდესაც ცხოვრებაში ჩნდება მესამე ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ ორ შორის რაღაცა რიგზე არ არის. ორ შორის რაც უფსკრული გაჩნდა. და ამ უფსკრულს ავსებს ის მესამე ადამიანი. ნახეთ, ეხლა რატო ჩნდება ადამიანებს შორის უფსკრული? რატო ირევა ორ ადამიანს შორის ურთიერთობა? მით უმეტეს თუ ეს ორი ადამიანი არიან ისინი, ვისაც თავის დროზე ერთმანეთს ძალიან უყვარდათ. ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთ, ენატრებოდათ ერთმანეთი, ეფიქრებოდათ ერთმანეთს, მაშინ რა მოხდა? ნახეთ, ძალიან საინტერესო ფენომენი არის, რომ დისტანციაზე ურთიერთობა ბევრად მარტივია. იმიტომ რომ დისტანციაზე ადამიანები საკუთარ დემონებს არ ამჟღავნებენ. დისტანციაზე ადამიანი გავს ფილმის ტიზერს. ყველას გინახავთ ფილმის ტიზერი, აღფრთოვანებულ ხართ ამ ფილმით, გადარეულ ხართ, წახუცულ ხართ ფილმზე და
საერთოდ სხვა რამე დაგხვდა. აი ფილმი მთლიანი ეს არის როდესაც ადამიანს დაუახლოვდები. რაც უფრო უახლოვდები, ჩათვალე რომ კიდევ უფრო დაახლოება ეს არის ფილმი მონტაჟის გარეშე უკვე. იხდი ანუ მithumedes პირადი ურთიერთობა ეს არის სივრცე სადაც ადამიანს შიშველს ხედავ. არა მარტო პირდაპირ მნიშვნელობით შიშველს ხედავ, არამედ გადატანითი მნიშვნელობით ის არის ემოციურად შიშველი შენთან. ის შენ წინაშე დგას თავისი ტკივილებით, თავისი ტრამვებით, თავისი სისუსტეებით, თავისი არასრულფასოვნებით. ძალიან რთული ამასთან ერთად იცხოვრო. ეხლა ენიაგრამა რატოა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ენიაგრამა გასწავლის როგორ გაუგო ყველაფერ ამას. პირველ რიგში როგორ გაუგო შენ საკუთარ ტკივილებს, როგორ მიიღო საკუთარი თავშიშველი, ყველანაირი შელამაზებისა და მიკებ-მოკვების გარეშე. და ის რაც ამ შიშიშვლეში დასაკორექტირებელია იმას მიხედო და მოუარო და განავითარო. უბრალოდ განვითარება და ახვეწა მიღებით იწყება, უცილებლად თუ არ მიიღე ვერ შეცვლი და ანალოგიურად როგორ მიიღო მეორე მხარე. როგორ გაუგო მისი აზროვნება როგორ გაიგო, მისი ქცევები როგორ გაიგო, მისი მიდგომები როგორ გაიგო. ეს ნიშნავს რას, რომ როდესაც შენიცი ენიაგრამა, შენიცი საკუთარი ტიპაჟი, შენიცი მეორე ადამიანის ტიპაჟი, მაგათ რომ თქვა, შენიცი საკუთარი ფსიქიკის რუკა და იცი მეორე ადამიანის ფსიქიკის რუკა და შენ ახერხებ რომ მარტივად გამიქსო ეს რუკები ერთმანეთთან. იპოვო გადაკვეთის წერტილი, იპოვო ის ზონა, სადაც თქვენ კარგად გრძნობთ თავს. ჯალალედინ რუმს აქვს ესეთი რაღაცა ნათქვამი. იდეალურად შეესაბამება ენიაგრამას სისტემას. სიკეთისა და ბოროტების მიღმა უზარმაზარი სივრცეა. მე შენ იქ შეგხვდები. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ შენ ქცევებსა და აზროვნებას, ჩემ ქცევებსა და აზროვნების იქით არის სივრცე, სადაც ჩვენ ერთმანეთს არ განვჭით, არ ვაფასებთ, არ ვაკრიტიკებთ, ვიღებთ და ამაში ვერთიანდებით. მაგრამ ეს რო შეძლო, რა გჭირდება? გჭირდება გაგება, რატო აკეთებ ამას? რომ გამოიწვიოს ყველაფერი. ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიაში არის ესეთი მიდგომა, რომ როდესაც იცი რატომ აუცილებლად იპოვი როგორ. ეს ნიშნავს, როდესაც იცი რატომ კეთდება, აუცილებლად იპოვი გზას, როგორ შეიძლება მე ეს ყველაფერი მივიღო და გავიგო. ეხდეთ, როგორ შეგვიძლია რომ უფრო კონკრეტულად ენიაგრამა დავიხმაროთ ამ თემებში, ხო? პირველ რიგში სისტემას უნდა იცნობდე, რომ ამ სისტემის დახმარებით შენ შეძლო საკუთარი ფსიქოტიპის დადგენა და შეძლო პარტნიორის ფსიქოტიპის დადგენა. ენიაგრამას მიხედვით 9 ძირითადი ფსიქოტიპი არსებობს. ოღონდ ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 9 ძირითადი ფსიქოტიპი და თითოეულ ფსიქოტიპს აქვს იმდენი ჩაშლა, რომ 1000-მდე ქვეტიპზე ავდივარ. მაგრამ ზედაპირულ დონეზე არის 9 ტიპი. 9 ტიპი ნიშნავს 9 აზროვნების სტილს, 9 ლოგიკას, 9 აღქმას ამყაროსი. ანუ მე რო ხა შენ გიყურებ, რას ვხედავ? ეს ჩემს ტიპაჟია დამოკიდებული. ეხლა მე რო შენ გიყურებ, მე ვხედავ, შეიძლება წარმატებულ ადამიანს. შეიძლება პირიქით ვხედავ ადამიანს, რომელიც ჩემს წარმატებას ჩრდილავს. შეიძლება მე ვხედავ დეტალებს და ნიუანსებს, რომ მაგალითად მაკიაჟი გაქვს გაკეთებული, თმა დაივარცხნე პოდკასტის ჩაწერის წინ, რომ ცადე რომ ფერებში გამოწყობილიყავი. მე შეიძლება ვხედავ ადამიანს, რომელსაც დახმარება და მხარდაჭერა ჭირდება, იმიტომ რომ ემიგრაციაში ცხოვრობს, საქართველოს ენატრება. და ნახეთ, რეალურად რასაც მე ვხედავ, ეს საერთოდ არ გეხება შენ. ეს არის ჩემი ფილტრები, ჩემი აღქმის ფილტრები, რომელიც ჩემი ფსიქოტიპიდან გამომდინარე მაქვს. შესაბამისად, ეხლა ნახე, პირადი ურთიერთობა ჩვენ შორის ნიშნავს იმას, რომ მე ვეკონტაქტები საკუთარ სუბიექტურ აღქმას და არა თეონას. ამიტომ მე ვეჩხუბები საკუთარ სუბიექტურ აღქმას. მე ვსაყვედურობ საკუთარ სუბიექტურ აღქმას. მე ვბრაზდები აი ამ ჩემ სუბიექტურ აღქმაზე. და მე მგონია, რომ ამ დროს შენზე ვბრაზდები. და შენც იგივე გგონია თუ ენიაგრამა არ იცი. მე მომწონს საკუთარი სუბიექტური აღქმა. ამ დროს მეორე მხარეს გონია, რომ ჩემზე აღფრთოვანდა, მაგრამ მე აღფრთოვანდი იმაზე, რაც ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე შენში დავინახე. რაც უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ 9-ვე ტიპაჟის მახასიათებელი ჩემში არის. პატარ-პატარა დონეზე. მაგრამ ერთი არის წამყვანი, ერთი არის ძირითადი, ერთი არის დომინანტი და ეს ერთი განსაზღვრებს აი ამ სუბიექტურ აღქმას სწორედ.
ნახე ილია, ეხა გისმენთ და ძალიან ბევრი კითხვა დამებადა, მაგრამ უცებ გამახსენდა მე თვითონ რატომ დავინტერესდი ენიაგრამად საერთოდ. ეს არის იყო პარტნიორულ ურთიერთობასთან, მინდოდა სამსახური, ვიფიქრე რომ თუ გავიგებდი, რომელი ენია ტიპია კარგი, მე იმას მოვირგებ, ამ ნიღაბს, იქ მაგარ შედეგს დავდებ, სამსახურში ამიყვანებენ და ზუსტად ესე ვიყავი პარტნიორულ ურთიერთობებშიც. ესე იგი, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ ის მათთან შემოვიფარგლებოდი, აი ერთდღიანი, ანუ ერთ დღეს გავაგიჟებდი მოკლედ, იმიტომ რომ თუ კი რამე საუკეთესო ხასიათი მქონდა, ან რაღაც ჭკვიანური რაღაცა დავაფრქვევდი მოკლედ და იმის შემდეგ არ ვნახულობდი, გავრბოდი, იმიტომ რომ მქონდა არასაკმარისობის შეგრძნება, რომ ეხა მე რო ამან ახლოს და გამიცოს აი გაშიშვლებაზე თქვი, ხო აღმოაჩენს რომ მე არც ისეთი ჭკვიანი ვარ, მე არც ისეთი ლამაზი ვარ, მე არც ისეთი წარმატებული ვარ, როგორც ეს გარედან ჩანს და სულ გავრბოდი მოკლედ ამ პარტნიორული ურთიერთობებისგან და ეხა მინდა აი ამ პარტნიორული ურთიერთობებით ჩავშალოთ და რატომ ირჩევენ ადამიანები იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, სადაც ბედნიერები არ არიან. ეს არის ზოგჯერ ტოქსიური ურთიერთობა შეიძლება იყოს, ან ურთიერთობა, სადაც რჩებიან, უბრალოდ არც სიყვარული აქვს არაფერი, მაგრამ რჩებიან ამ ურთიერთობაში. თავი შეცდომა, რაც ადამიანებს მოსდით, ეს არის თვითონ ადამიანზე არასწორი წარმოდგენა. ჩვენ რატომ გვგონია, რომ ადამიანი ყოველთვის ირჩევს საუკეთესოს? ეს ასე არ არის. ადამიანი ირჩევს იმას, რასაც შეჩვეული. და ქართული ანდაზაც არსებობს, შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეულ ხინს. ეს ნიშნავს რას, ნახე? თუ ადამიანის გამოცდილებაში არის ურთიერთობა კონკრეტული ტიპის მამაკაცთან, თუნდაც ეს გამოცდილება იყოს ტოქსიკური, შემდგომ ის ანალოგიურ ტოქსიკურ გამოცდილებას ირჩევს, იმიტომ რომ მან იცის ამ სიტუაციაში როგორ იცხოვროს. რაფაელ ერისავის ცნობილი ლექსია. არ გავცვლის ალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა. ეს რას ნიშნავს? ნახე, სამშობლოზეა ნათქვამი, მაგრამ ეს ხო აზროვნების სტილია, ეს ადამიანის აზროვნების სტილია, რომ ჩემი ჯოჯოხეთი მირჩევნია სხვას ამოთხეს. მაგრამ ეხა დააკვირი, სამშობლოს შემთხვევაში შენი არის, სადაც დაიბადე. მაგრამ ურთიერთობის შემთხვევაში შენი რომელია? შენი არის ის ურთიერთობა, რაც უკვე გამოცდილი გაქვს. ავიღოთ მაგალითი. აუშად ავიღოთ მამა, რომელიც მუდმივად გაუფასურებს. იმიტომ რომ უპირატესობას ანიჭებს შენს ძმას, რომელიც ბიჭია. ხალი მისთვის არის თაბალი ფენა. აი ვიღ მოსამსახურედ ახიქვავს ხალხს. და ეს ძალიან ხშირია ჩვენ კულტურაში. და გაიზარდა ეს გოგონა. მან რა ურთიერთობა იცის? მან იცის ურთიერთობა ისეთ მამაკაცთან, რომელიც ანალოგიურად უდგება. და მისთვის ეს უფრო გიმრიელია. ვიდრე ვიღაც კაცი, რომელიც მას პატივისცემით მოექცევ. ეს მისთვის უცხოა. აი ძალიან საინტერესო რატო გვეშინია უცხოსი. აი ყველაზე მეტად ადამიანს რის ეშინია ის რაც უცხოა. აი სიკვდილის რატო გვეშინია, იმიტომ რომ უცხოა. მისთვისაც სიკვდილი უცხო არ არის, მას სიკვდილის არ ეშინია. მალთეთ არ ვიცი, წმინდა გიორგის რატო არ ეშინოდა სიკვდილის? იმიტომ რომ მისთვის სიკვდილი არ იყო უცხო რამ. მან იცოდა, მას უпростоრად, მას წამდა სიკვდილის მერე ცხოვრების. ამიტომ მის წარმოდგენაში იქ რაც მოხდებოდა შემდგომ, ნაცნობი სიტუაცია იყო. ანალოგიურად რაც ნაცნობია ის უფრო საინტერესო მიმზიდველი და ისეთია, თუნდაც დაბალი ხარისხის იყოს და რაც უცხოა საშიშია იქ შესვლა არ გინდა, ცივა იქ. ამიტომ ჩვენ ხა შევხედოთ მისი გადმოსახედიდან ეს ურთიერთობა ბევრად უფრო საფრთხოა. მისაღებია მისთვის ვიდრე ის ურთიერთობა, სადაც ჩვენ ხშირად ვეკაჩებით ხოლმე იმის იმედით, რომ ტოქსიკური ურთიერთობიდან გამოვიყვანთ ამ ადამიანს. ეხლა რა უნდა გაკეთდეს აქ? პირველ რიგში ამ ადამიანს უნდა გაიგოს მის ტოქსიკურობის საფუძველი. ანუ რა მიზიდავს ამაში? რას ვეძებ? და აქ მივდივართ ენიაგრამასთან. თითოეულ ენიანიშანს აქვს ბაზისური мотиваციები. ამ ბაზისური мотиваციების რეალიზაცია ხდება იმ ტოქსიკურ ურთიერთობაში. როგორ ხდება არაჯანსაღი რეალიზაცია? აი მაგალითი მოვიყვანოთ. რაც შენ ახსენე. ხო, ძალიან საინტერესო. რისი რეალიზაცია ხდება აქ? არ ვიცი, რამდენად მაქვს უფლება, რომ ცოტა დამიოკები შენიშნოს. კი, პირდაპირ შეგვიძლია ვისაუბროთ. აი რისი რეალიზაცია ხდება? მე ხა ძალიან კარგად მესმის იმ თეორიაში, რომელიც ამას აკეთებდა. რომ მას სჭირდება აღიარება. ხოთ მის სუბიექტურ აღქმაში აღიარება მოდის, როდესაც დისტანციაზეა. რომ ასეთი გამოცდილება ქონდა, რომ დისტანცია დაიჭირა, აღიარება მიიღო. და ასევე ქონდა გამოცდილება, როცა დისტანცია არ დაიჭირა, იმედგაცრუება მიიღო. ანუ სხვანაირად რო ვთქვათ, ნახე, თეონა მიცის საკვების მომზადება,
საკუთარი საჭიროებისთვის, მაგრამ მან იცის სწრაფი საკვების მომზადება, კვერცხის შეწვა იცის და ჭამს სულ კვერცხს. იმიტომ რომ სხვა რაღაცა მის გამოცდილებაში არ ყოფილა და ის რაც არ ქონია გამოცდილებაში ის მისთვის საშიში და ესეთი არამიმზიდველი. ოღონდ ეხა სხვა ტიპის შემთხვევაში თემა სხვა იქნებოდა. მაგალითად ავიღოთ ორიანი ენიანი ნიშანი, მზრუნველი ნიშანი. ამ ნიშნის მთავარი მოთხოვნილება არის ვიყო საჭირო, ვიყო მნიშვნელოვანი. მოდი ახლა დავსვათ შეკითხვა. ვისთვის იქნება ეს უფრო მნიშვნელოვანი? ნარკოდამოკიდებულისთვის, მექალთანისთვის და ისეთი ადამიანის, რომელიც ცხოვრებაში უამრავი პრობლემა აქვს, თუ ჯანსაღი ადამიანის, რომელსაც დალაგებული ცხოვრება აქვს, საკუთარ თავს თვითონ ზრუნავს, საკუთარ თავზე, ყველაფერს თვითონ იკეთებს, რომ პირად ცხოვრებაც უნდა, იმიტომ რომ რაღაც თავგადასავალი საინტერესო. რომლისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება ეს ადამიანი? ცხადე იმისთვის, ვისაც მეტი პრობლემა აქვს და ბუნებრივია ის უფრო მარტივად შევა ურთიერთობაში მასთან, ვისაც პრობლემები აქვს. და ეს მოხდება მანამ, სანამ ეს ადამიანი საკუთარ თავს სიღრმისეულად არ გაიცნობს, არ აღმოაჩენს თავის ბაზისურ საჭიროებებს და არ ისწავლის ამ საჭიროების ხარისხიანად დაკმაყოფილებას. როდესაც ის ამას ისწავლის, ის მიხვდება, რომ ძალიან თავისუფლად შეიძლება ის იყოს მაგალითად ისეთი ადამიანის პარტნიორი, რომელსაც ძალიან დიდი გლობალური ამოცანები აქვს და არა ტოქსიკური ცხოვრება და ამ გლობალურ ამოცანებში სჭირდება მხარდამჭერი ადამიანი. ნახეთ, ეს არის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა ენეაგრამას დახმარებით, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საკუთარი ენიანი ნიშნის გაგებას და მასზე მიზნობრივ მუშაობას. ილია, ეხლა თან გისმენდი და თან გამახსენდა ზუსტად ერთი კვირის წინ მქონდა ესეთი გამოკითხვა ჩემს Instagram გვერდზე, სადაც დაახლოებით 40 პლუს ქალმა დაწერა ერთი და იგივე შინაარსის კითხვა, რაზე ოცნებობთ დავწერე და პასუხი იყო ისეთ პარტნიორზე, რომელიც გამანებივრებს, რომელიც გადამარჩენს, რომელიც შემდეგ ვიპოვე პარტნიორს და საკუთარ საქმეს წამოვიწყებ და რაღაცა ყველა გავიდა ესეთ სასურველ პარტნიორზე და ამ მათგან თითქმის არცეც არ ქონდა ესეთი სასურველი პარტნიორული ურთიერთობა. გვაქვს სურვილი შევქმნათ ჰარმონიული პარტნიორული ურთიერთობები და ამ დროს ვრჩებით იმ ურთიერთობებში, სადაც არ ვართ ბედნიერი, არ გვაქვს ის ყველაფერი, რაცაც ვოცნებობთ. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს, რომელი ენიანიშნებია ესეთი და რომელი ენიანიშნები იზიდავენ ნამდვილად ისეთ პარტნიორულ ურთიერთობებს, სადაც არის ჰარმონია, გაგება და ასე შემდეგ. მოდი ესეთი რაღაცა ვთქვათ, ერთი არის შენი ენიანიშანი, მეორე არის რამდენად განვითარების რა საფეხურზე ეს ენიანიშანი. ჯანსაღი ურთიერთობები უფრო მეტად დამოკიდებულია განვითარების ზონაზე და არა ენიანიშანზე. ენიანიშანი შენ გეუბნება რა ტიპის ურთიერთობა გექნება, მაგრამ რამდენად ჯანსაღი იქნება ეს ურთიერთობა, ეს უკვე შენი ენიანიშნის განვითარების ზონაზეა დამოკიდებული. შეგვიძლია ხა მიმოვიხილოთ თითოეულ ენიანიშანს რა სჭირდება პირად ურთიერთობაში, ჯანსაღ ვერსიასაც და ტოქსიკურ ვერსიასაც. ორიანზე უკვე ვისაუბრე, ამიტომ მოდი ერთიანი და მე ცოტა გადავხვდები. დავიწყოთ ერთიანით, რომელსაც იდეალისტი ქვია, პერფექციონისტიც ქვია. ეს არის ყველაზე დეტალებზე ორიენტირებული ენიანი-ნიშანი, ეს არის ვალდებულების შესრულებაზე ორიენტირებული ნიშანი, ეს არის პასუხისმგებლობის გრძნობით მოტივირებული ენიანი-ნიშანი. ხა მას პირად ურთიერთობაში სჭირდება, რომ ყველაფერი იყოს ნათელი, გამჭვირვალე და შეთანხმებული. აი როგორც ვთქვით და როგორც შევთანხმდით, ისე უნდა მოხდეს. და აქ ძალიან კონკრეტული სტანდარტები, როგორი უნდა იყოს მის პარტნიორი და როგორი უნდა იყოს ზოგადად ურთიერთობა. ანუ ჩათვალეთ, რომ ეხლა შენ პროექტ მენეჯერი ხარ. ჩათვალ, რომ მისისთვის პარტნიორი და ურთიერთობა ერთ არის პროექტ მენეჯმენტი, სადაც არის ყველა პროცესი გაწერილი დეტალურად. რა არის მერე მოდის? და ამას თუ გადავახვია პარტნიორ, ამას სერიოზული დისკომფორტი. ესეთი ენიანი-ნიშნები ურთიერთობა ხშირად იმიტომ რჩებიან, რომ მათ არჩეული გზის გადახვევა არ უყვარს. ეს ადამიანი ერთგული არის არა პარტნიორის, არამედ საკუთარი ნათქვამი სიტყვის. რომ მე ვთქვი, რომ ეს ჩემი ქმარია და რა ხამ ვთქვი, ბოლომდე უნდა ვზიდო ეს პასუხისმგებლობა და არ აქვს მნიშვნელობა მეორე ადამიანი როგორ იქცევა. ზუდად იქცევა, კარგად იქცევა, მე ჩემი პასუხისმგებლობა მაინც უნდა შევასრულო. ეს ადამიანი ძალიან კრიტიკული და მომთხოვია, ამიტომ ძალიან წნეხში ყავს ხოლმე პარტნიორი, შენიშვნებს აძლევს, მითითებებს აძლევს, უკმაყოფილოა მისით, მაგრამ მას არ შორდება. ჩათვალეთ, რომ თუ თქვენ ესეთი პარტნიორი გყავთ, მოგესაჯათ, მოდი ესე ვთქვათ, ესეთი პარტნიორი, რომელიც არც გტოვებს, მაგრამ არც ისეც გიღებს, როგორიც ხარ. მუდმივად შენ შეცვლას ცდილობს. უკმაყოფილოა, მაგრამ არ გშორდება.
ხო, ლოგიკურია, იმიტომ რომ თუ არ მოგწონს, უნდა დაშორდე, მაგრამ ეს ადამიანი, ნახე, მასთან კი არ ურთიერთობს. არამედ ურთიერთობს საკუთარ ვალდებულებასთან. მისთვის თემა შენ კი არ ხარ, შენ მიმართ შენთან ურთიერთობა კი არ არის თემა, არამედ ის პასუხისმგებლობები არის, რომელმიც მან თავად დაიკისრა, როგორც ცოლმან, როგორც ქმარმა. ეხლა თუ ეს ენიანიშანი ჯანსაღი ვერსია საკუთარი თავის. მაშინ პასუხისმგებლობების ნაწილის და კრიტიკის ნაწილი ზომიერია მის ცხოვრებაში. ის ხვდება, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა არის სოციალურ ურთიერთობაში, მაგრამ ეს არ არის განაჩენი. რომ შეიძლება ზომიერად გარკვეული შეთანხმება დაირღვეს. ანუ შეთანხმება რა არის სოციალური შეთანხმება, რომ ვიქნებით ერთად, სანამ სიკვდილი არ აგვაშორებს. ეს სოციალური შეთანხმების აზრი, ხო? ეხლა ჯანსაღი ერთიანი ხვდება, რომ შეიძლება გამონაკლისის დაშვება და ამ შეთანხმების გადახვევა. თუმცა როგორც წესი ეს ერთიანები ხშირად არ აკეთებენ, ანუ 5 და 6 განქორწინება არ აქვს ხოლმე. მათ შორის ჯანსაღსაც, ხო, ერთი შეიძლება დაუშვას, მაგრამ მეორეზე ძალიან ბევრს იფიქრებს, ან ამ ქორწინების ვალდებულებას აიღებს, შეიძლება არც აიღოს და თუ აიღო, მაშინ მიყვება და შეასრულებს. კრიტიკის ნაწილშიც ნახე, უფრო ზომიერია. ანუ ყველა დეტალზე არ გაგრამ, ფეხი როგორ გაქვს გადადებული, წესი არა დაჯექი, რაღაცა ლაქა გაქვს, ეს რა გაუთავებულია, იქ რატო დადეშენი ფეხსაცმელი, ასეთი დონის კრიტიკა არ არის. უფრო ფუნდამენტურ საკითხებში ითხოვს შენგან წესიერებას და პასუხისმგებლიანობას. და ეს სერიოზული შეღავათია მეორე მხარისთვისაც, იმიტომ რომ წნეხი ნაკლები. ეხლა რა ბენეფიტები აქვს, ხო, ეხლა ამ ნიშანს თავის ხიბლი აქვს თუ ჯანსაღია. აი რატომ შეიძლება მოგინდეს ამ ტიპის ადამიანთან ურთიერთობა თუ ჯანსაღი. იმიტომ რომ ძალიან მოწესრიგებულია, ძალიან დაწყობილი, დალაგებულია და ძალიან პროგნოზირებადი. ანუ შენ იცი რომ მისგან სურპრიზებს არ უნდა ელოდო, სტაბილურობას გიქმნის, გესმის? რაღაცა სპონტანურად არ მოხდება შენ ცხოვრებაში რაღაცეები. შენ შეგიძლია მისი იმედი გქონდეს. შენ შეგიძლია მას დაეყრდნო. რაც მთავარი წესიერი ადამიანია. ღალატის მოლოდინი ნაკლებად გაქვს. ნაკლებად გაქვს მოლოდინი, რომ რამე რო გაგიჭირდეს მიგატოვებს და გვერდში არ დაგიდგება. ნაკლებად გაქვს მოლოდინი, რომ უკეთეს ვარიანტს ნახავს და იმით ჩაგანაცვლებს. და ეს ძალიან დიდი შვებაა და რაღაცა გაქვს შეგრძნება, რომ ზურგია შენს უკან. გაქვს შეგრძნება, რომ წაიქცე დაგიჭერენ. ხდით? ეხლა რა არის საჭირო იმისთვის, რომ დალაგდეს ამ ნიშანთან ურთიერთობაში? ამ თვითონ ამ მენიანიშანმა უნდა გადაწყვიტოს, რომ შეამციროს ის ტოქსიკური ნაწილი, რაც ამ ფსიქოტიპს აქვს. იმუშაოს თვითკრიტიკაზე, შენ ეს ნიშანი თვითონაც თვითკრიტიკული საკუთარ თავს მანდ შესაბამისად ხვების მიმართაც გადადის მე. ეს ერთი. ცოტა მეტი სპონტანურობა შემოიტანოს, არ არის აუცილებელი ყველაფერში წესები და ყველაფერი სტანდარტებით იხემძღვანელო, ხო? ცოტა მეტი მოგრძნობა უნდა შემოიტანოს. ეხლა პარტნიორს რა სჭირდება ამ ნიშნის? რომ სადოს გაიგოს მისი ხასიათი. სადოს რომ მისი აი ეს თავისებურებები დაინახოს როგორც მოცემულობა და არა როგორც მემექცევას. აი როგორც ამინდი ხო მოცემულობა წვიმს. რას ვაკეთებ რომ ესაც წვიმს? რომ ხوار ვლანძღავთ წვიმას, ხوار ვაგინებთ, ხوار ჯუჯღუნებთ. ვიღებთ ხოლგას, ხო? ვიღებთ საწვიმარს, ხო? აი ასეთი პრინციპით მიუდგეს. ეხლა ენიაგრამა რატოა კარგი, იმიტომ რომ ის არა მარტო იმას გეუბნება, როგორი ხარ და როგორი შეგიძლია გახდე. არამედ იმასაც გეუბნება, საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი. ანუ რატო არის ეს ტიპი ისეთი, როგორიც არის. ჩვენ შეგვიძლია ბავშვობაში გადავიდეთ და ვისაუბროთ იმაზე, როგორი ბავშვობა ქონდა ამ ენიანიშანს, რამაც ეს სტრატეგია ჩამოაყალიბა მის ცხოვრებაში. იმიტომ რომ ეს ხო სტრატეგია, არაცნობიერი სტრატეგია. თავის დროზე ამ სტრატეგიით ის მშობლებთან ურთიერთობდა. ამ სტრატეგიამ მშობლებთან გაამართლა. შემდეგ მან წამოიღო ეს სტრატეგია და მის გენერალიზაცია მოახდინა. როგორც ყველგან და ყველაფერში მუშა მოდელი, აი ესე დანერგა. ნახეთ და მის ფსიქას ვერ წარმოუდგენია სხვა მოდელი. აი წარმოიდგინე რომ კომპიუტერი მუშაობს რაც ოპერაციულ სისტემაზე, ხო, Windows-ზე ან Linux-ზე. აი დაახლოებით ესეთი სისტემა ადამიანის twinshits. და ეხლა Windows წარმოუდგენია რომ სხვა მოდელი შეიძლება არსებობდეს? არა. ეს არის მისი ღერძი. ამიტომაც საკუთარი ენიანიშნის გადასახედის იქით ძალიან გვიჭირს დანახვა, თუ ძალიან ღრმათ არ ჩავედით ენიაგრამას დახმარებით, კარგად არ გავიაზრეთ, გადახვევა ძალიან გვიჭირს.
ილია, ეხა უცებ ფიქრი გამიჩნდა, რომელი ენიანი ან მოძალადე მამაკაცები, ხო? არსებობენ მოძალადე მამაკაცები, არსებობენ მოძალადე ქალბატონები, ხო? რომელი ენიანი ირჩევს მოძალადე მამაკაცს, ან რჩება ამ ურთიერთობაში? ეს ადამიანურ ურთიერთობაში არის იქიდან, ესე იგი რაღაცა მეორადი სარგებელი აქვს. ახე ადამიანები, რომლებიც მოძალადებთან რჩებიან, მათთვის ეს ზალადობა არ არის, ანუ მათ სუბიექტურ აღქმაში ეს ზალადობა არ არის. რა არის მაშინ მათი სუბიექტურ აღქმაში ეს, რასაც მეორე მხარე აკეთებს? შეიძლება ყურადღება იყოს. შეიძლება ეს არის მათი სისუსტის დანახვა. და ხშირად ადამიანებს შენში სწორედ იზიდავს, რომ შენ სუსტი ხარ. ერთი საოცარი ფილმია, გადაღებულია სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვით, მიზერი ქვია. და მგონი წიგნსაც იგივე სახელწოდება აქვს. ეს არის ქალბატონზე, რომელიც ერთ-ერთ მწერალზე აბოდებს, ფანია იმ მწერლის და ამ მწერალს მოიტაცებს. და მთელი ფილმის განმავლობაში ისცილობს, რომ ეს მწერალი ისე დაასუსტოს, რომ სახლიდან წასვლა ვერ შეძლოს. მათ შორის ფეხებსაც მოტეხავს. თორე უძლურება მეორე მხარის ნიშნავს, რომ ის შენზეა მოჯაჭული და დამოკიდებული. და ამაში რა სარგებელია, იცი, შენ მარტო არასდროს დარჩები. ეს ნიშნავს, რომ შენ იმდენად გინდა დედობა, რომ ბავშვებს ეძებ. ოღონდ რომელ ბავშვებს, იცი, ჩვილ ბავშვებს, რომელსაც არც სიარული შეუძლიათ, არც საუბარი. და უშენოთ ისინი ვერ იცოცხლებენ. ძალიან რთული ამის აღიარება და დანახვა ძალიან მტკივნეულია. რომ შენ აღმოაჩენ, რომ იმიტომ ცხოვრობ ამ ადამიანთან, იმიტომ რომ ის სუსტი და უნაროა. და იმდენად გეშინია საკუთარი მარტოობის, რომ მზად ხარ ესეც კი აიტანო, ოღონდ მარტო არ დარჩე. თუმცა ამის აღიარებით იწყება ცვლილება. კიდე რა შეიძლება იყოს, ხო, მიზეზი? მიზეზი შეიძლება იყოს ნახეთ, ერთი ძალიან საინტერესო ფენომენია, როდესაც მაგალითად გოგონას მამა სემს, ან შეურაცხყოფას აყენებს. ბავშვისთვის ეს აღიქმება როგორც ყურადღება, როგორც სიყვარულის გამოხატულების თავისებურება. რატო? იმიტომ რომ მშობელი ბავშვის არის ღმერთი, ავტორიტეტია. და ღმერთი რასაც აკეთებს, ყველაფერი სწორია. გარკვეულ ასაკამდე სანამ ეს ამბოხის ასაკში გადავა ბავშვი. მათ შორის სწორია ისიც, რომ მიყვირის, მეჩხუბება, მაიგნორებს, მატყუებს, რომ დამპირდა ხვალ წავიდე ზოოპარკში და არ ჩანს მამა. მოვიდა ნასვამი. აქაც ამართლებს ბავშვი მშობელს. შემდგომ, როდესაც ესეთი ბავშვი იზრდება, მისთვის სიყვარულის ენა ეს არის, იმიტომ რომ მან სხვა ენა არ იცის. ეხა მე რო გკითხო, რა გირჩევნია? არაგამართული ქართულით გელაპარაკო, სხვა ენა არ იცი. თუ დალაგებული ესპანურით. შენ არაგამართულ ქართულს აირჩი, იმიტომ რომ სხვა ენა არ იცი ფიზიკურად და ეხა აქ რაღაცა მაინც გესმის და იქ არაფერი არ გესმის საერთოდ. ანალოგიურად ამ ადამიანებს სხვა ენა არ აქვთ, ამიტომ ირჩევენ იმ ენაზე საუბარს, რაც მათ გამოცდილებაში არის. ხო, რაც ბავშვურმა გამოცდილებამ დაგვიგროვა, უამრავი кейსი მაქვს ახლა მერაკიდან მოყოლებული სამუშაო როლებიც გვაქვს პირად ურთიერთობებზე და ძალიან ხშირად გოგოები წერენ, რას წერენ თავიანთი პარტნიორები და პარტნიორები მიუხედავად იმისა, რომ ამ მამაკაცებს უნდათ ეს ქალი გვერდით ყავდნენ, ყველანაირად ამცირებენ. რაღაცა ნაკლზე ხაზის გასმა ხდება მაგალითად. ერთ-ერთმა გოგომ ამის წინ მომწერა, რომ პარტნიორსო შევხვდიო და ესე მითხრაო, რომ ერთი ქართველი უცხოეთში ცხოვრობს ეს გოგო, ერთი ქართველი გავიცანიო, ძალიან ლამაზი იყო და მერე ორაქენიო, ანუ რატო ხარო ჩემთან და რატო მას არ მიწერეო და ისო ექიმი არისო და მას შევხვდიო, ეხა ვინცო მე შემხვდებოდა, ანუ ამ დონეზე დამცირება და ეს გოგო მაინც რჩება ამ ურთიერთობაში. ანუ ქცევის მოდელი ამ შემთხვევაში ბავშვობიდან აქვს ამ გოგოს ესეთი და იმეორებს ერთსა და იმავეს. აქ ენიანიშანთანაც გვაქვს კავშირი. ჩემი სტრატეგია მუშაობს იმ ტიპის ადამიანთან მხოლოდ. იმიტომ რომ ეს სტრატეგია დახვეწილი არ მაქვს. ეხლა აი მოდი ორიანზე გადავიდეთ. ორიანი არის ყველაზე მზრუნველი და მხარდამჭერი ენიანი შენი. თუ ორიანმა არ იცის, თუ რა ძალა და ფასი აქვს მას გონია რომ მხოლოდ ავატყობს ჭირდება ის. ამ დროს ნახე, ორიანის მხარდამჭერი ენერგია სჭირდება კარგ ადამიანს, რომელსაც კიდევ უფრო კარგი უნდა გახდეს. ეხლა საკუთარ თავის გაუფასურებას იწყებს ის,
ვინც ვერ ხედავს საკუთარ ღირებულებას და ფასეულობას. ერთ-ერთი მთავარი რაც ენიაგრამა შეუძლია რომ დაგანახოს, ეს არის გაჩვენოს რა ძლიერი მხარეები გაქვს. და მე სხვათა შორის ენიაგრამას ტრენინგზე, რომელსაც ახლა 24 აპრილს დავიწყებთ ახალ ნაკადს, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის მაგალითი მომყავს, რომ ადამიანმა დაინახონ, რომ აი იმ ადამიანს ეს თვისებები მახასიათებელი ქონდა და ამის დახმარებით რამდენამეს მიაღწია და შენც მსგავსი გაქვს. ესე იგი, შენც ბევრი შეგიძლია. ალთან როდესაც ორიანზე ვსაუბრობ, ხოლმე მომყავს ოლღა გურამიშვილის მაგალითი, რომელიც ძალიან მხარდამჭერი ხასიათის მქონე იყო და მის ძალიან დიდი დამსახურება რო ჩვენ ილია ჭავჭავაძე გვყავს. ამის ხაზგასმა ხშირად არ ხდება ხოლმე, იმიტომ რომ თითქოს ილიას ჭრდილქვეშ ოლღა აღარ ჩანს. და ამ დროს რომ არ ყოფილიყო ოლღა კაცმა არ იცის, ანუ დუელში მოგვდარიყო ახალგაზრდა ილია. და ძალიან ფიცხი ხასიათი ქონდა ჭავჭავაძეს და რომ არა მისი ოლღას აი ეს რაღაცა უფრო დამამშვიდებელი ენერგია, ეს სიფიცხე შეიძლება საქმეში არ რეალიზებულიყო. ასევე ვაჟაფშაველას ყავდა ორიანი პარტნიორი, კეკენებიერიძე და მოგონებებიც არის რომ როდესაც ვაჟა უკაფიცხდებოდაო და ვაჟა ძალიან ფიცხი იყო და ჭუბის მოყვარული იყო. კეკე მიცოდაო როგორ დაემშვიდებინა ის. ახლა რა მნიშვნელოვანი და როლი და ადგილი. ხა ამის საპირისპიროდ შეიძლება იყო ორიანი, რომელიც საკუთარ როლს პრობლემური ადამიანების ფეხზე დაყენებაში ხედავდეს. ერთ-ერთი ხუმრობა არის ძალიან მიყვარს ორიანზე, რომელიც თავის სატრფოს თუ თაყვანისმის ობიექტზე უბნება, რომ იმდენად მომწონხარა, რომ მინდაო რომ დილასო საწოლშიო ყავა მოგართვაო. აუ რა მაგარიაო, მადლობაო, მაგრამ მე უღლე მყავს. რა პრობლემა ორ ყავას მოგიტან. ნახე როგორი მხარდამჭერია ეს, როგორი ბოლომდე გვერდში დაუდგა, ბოლომდე დაასაფორთა, ბოლომდე გაუსწორ, ბოლომდე მისიანი. ჩვენ უამრავი ასეთი ორიანის მაგალითი გვაქვს ცნობილი ადამიანების, ვინც ამ დონეზე მხარდამჭერი იყო. მეორე მხარის უბრალოდ უნდა დააფასო, რომ სწორი ადრესატი იპოვო მხარდაჭერის და სწორი დოზა იპოვო მხარდაჭერის. ილია, ნახე, რომელი ნიშნები არიან, რომლებიც ერთმანეთის განვითარებას ხელს უწყობენ და ზუსტად იმ იმპერიას ქმნიან, მაგალითად, ხო, აი წეგან მოვიყვეთ მაგალითი, აი რომელი ენიან ნიშნები არიან ესეთები? ესე კატეგორიულად არც ერთი ნიშანი არც ერთს არ გამორიცხავს. უბრალოდ ყველა ნიშანს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვს თავის გამოწვევები და თავის ჩელენჯები. ეხლა რატოა საინტერესო ენიაგრამა? იმიტომ რომ როდესაც შენი ნიშანი ზუსტად იცი რომელ ტიპაშ ადამიანთან რა დილემები გექნება. და პირიქით, რომელ ტიპაშთან რა რესურსი გაქვს და რაზე შეგიძლია აწყო შენი ურთიერთობა. არიან ნიშნები, სადაც დილემები შედარებით ცოტაა, როდესაც ერთმანეთთან ურთიერთობენ, არიან ნიშნები, სადაც დილემები ბევრია, შედარებით. მაგალითად, სამიანი და ორიანი ერთმანეთს კარგად ახსენებენ, იმიტომ რომ სამიანს უნდა აღიარება, მხარდაჭერა უნდა, ორიანი ამ მხარდაჭერას და აღიარებას აძლევს. ეს არის მათი რესურსი. მაგრამ წინააღმდეგობა რა არის? სამიანს უყარს გაუფასურება. ორიანი ვერ იტანს გაუფასურებას. ორიანს უნდა რომ მისი როლი და მნიშვნელობა გაზარდონ. და სამიანი ნარცისული სპექტრია. ის თulis რომ ყველაფერი თვითონ გააკეთა, თვითონ მიაღწია და არა ვინმეს დახმარებით. ეს არის გამოწვევა, რომელიც ამ ნიშნებს აქვს დასაძლევი და გადასალახი. ეხლა სამიანი და ცხრიანიც ასევე შედარებით რესურსულია ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში, იმიტომ რომ სამიანი დომინანტურია ალფა, ცხრიანი შეუძლია აკყვეს, მოგერგოს. მაგრამ ეხლა რა წინააღმდეგობა ამ ნიშნებს შორის? სამიანი ძალიან დინამიური და ცოცხალია, ცხრიანი უფრო ნელი და მშვიდია და ხშირად სამიანები წუწუნებენ ხოლმე, რომ აი ვერ ავიყოლიე და ძალიან ნელა უნდება ყველაფერს და საჩემიძლია მაგის ტემპი ციარული. და იწყებენ ცხრიანის ფუშინგს. ამ დროს ცხრიანი ფუშინგს ვერ იტანს, ანუ მას არ უყვარს, როცა აწვებიან, როდესაც ძალას ატანენ, როდესაც აჩქარებენ. უნდა რომ თავის ტემპში რაჭველი რო წარმოიდგინო, როგორც ესეთი არა კლასიკური გაგებით რაჭველი, ხო, აი ფილმი რო არის ყველა სწრაფე მსოფლიოში, რომ ქვეშენი ჭირი მე ნელა მშვიდი ინჯად, არსად არის ჩქარება და სამიანი არის იმერელი, ხო, რაღაცა უცებ რა, ისიც ესეც, ისიც გააკეთა, იქ წავიდა, აქ წამოვიდა. ასე ჩვენ შეგვიძლია ყველა ნიშანი განვიხილოთ. მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი რა არის? რომ შენ საკუთარ თავს და ნიშანს თუ იცნობ, იცი შენი ეშმაკები სად არის დამალული და შეგიძლია მათი მოთვინიერება. და იცნობ რა პარტნიორის ნიშანს, იცი მას რა გამოწვევები აქვს და პერსონალურად შენზე არ იღებ.
ეხლა სამიანს მალთად გონია რომ ცხრიანი რო ესეთი ნელია, იმიტომ არის რომ არაინტერესებს სამიანის პრიორიტეტები და გექმები. სამდროში ის ასეთია, შენ აფიშვაში არ ხარ. შენ ადგილას სხვა რო დასვა, მაინც ასეთი იქნება. ანუ იმიტომ კი არ წვიმს, რომ წვიმამ შენ დაგასველოს. იმიტომ წვიმს, რომ რაღაცა ღრუბლების ურთიერთქმედების შედეგია ეს. პერსონალურად შენ არ გერჩის ღრუბელი. ამის გააზრება ძალიან დიდ შეღავას აძლევს ხოლმე წყვილებს. და ძალიან დიდი უცებ რომ მოეშვები ეს განცდა რა, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ. რომ მე კი არ ვარ ცუდი და ერთიანი, იმიტომ კი არ მაკრიტიკებს. ის არის კრიტიკული. ილია, ეს ძალიან საინტერესო ეხარასაც ამობ, მაგრამ რაში მეხმარება ჩემი ენიაგრამის გაცნობა და ჩემი ჯერ ვისაუბრებთ პარტნიორული ჭრილთან და შემდეგ უკვე ცალკეც გადავიდეთ, ვინც ეხა პარტნიორულ ურთიერთობებში არ არის, მასაც რომ რაღაცა გასაღები მივცეთ. რაში მეხმარება? აი მაგალითად, გვაქვს ამ წუთას დაძაბული ურთიერთობა ოჯახში, მოვედი ენიაგრამას ტრენინგზე, მე და ჩემი მეუღლე უკვე დიდი ხანია ვეღარ უგებთ პირობითად ერთმანეთს და აი ვერც ვანვითარებთ ერთმანეთს, მე იმას ვლანძღავ ის მე მლანძღავს მოკლედ და თუ შეიძლება ამ ურთიერთობების გამოსწორება მას შემდეგ რაც მე ჩემი ენიატიპი და დაახლოებით მივხვდი ჩემი პარტნიორის ენიატიპსაც. ერთი ესეთი სიტუაცია იყო, ვიდა ადამიანი უკმაყოფილა, რომ ჩემო მეუღლესო ღიპი აქო და როგორ დავაგდებინო. და მას აწუხებს მეთქი და არა მას არ აწუხებს. ესე იგი მას პრობლემა არ აქვს მეთქი, პრობლემა აქვს შენ. ანუ ის კი არ არის შესაძლებელი. შენი აღქმაა შესაძლებელი. ეხლა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობაში ცვლილება იწყება მაშინ, როდესაც შენ იწყებ შენი თავის შეცვლას და თავს ანებებ მეორე ადამიანის გამოსწორებას. მეორე ადამიანი ან უნდა მიიღო როგორც არის, ან უნდა დაშორდეს. სხვა ვარიანტი აქ არ არის. აი საკუთარი თავი შეგიძლია გამოასწორო. ამიტომ ყოველთვის, როდესაც გინდათ ვინმეს გამოსწორება, საკუთარი თავი გამოასწორეთ. ეხლა რაში გვეხმარება ენიაგრამა? ენიაგრამა გეხმარება სწორედ ამაში, რომ მიიღო და გაუგო მას. რატომ? იმიტომ რომ შენ ხვდები, რომ მის ამ ქცევას ძალიან ღრმა ფესვები აქვს და საფუძველი აქვს. და შენთვის გასაგები ხდება ის ამას რატო აკეთებს? ანუ მის სამყაროში გადადიხარ და მის სამყაროში სხვა უკეთესი ვარიანტი იმ მომენტში არ არსებობს. ამის აპირისპიროდ ნახე, შენ ხვდები, რომ შენი ქცევები შენი პატერნებიდან, შენი სქემა მოდელებიდან მოდის. შენ იწყებ საკუთარი სქემა მოდელების გააზრებას და ავტომატურ რეჟიმს რთავ. ანუ მალთა თუ ორიანი ადამიანი ზრუნვა ავტომატურ რეჟიმში ხდება. თუ ერთიანია კრიტიკა ავტომატურ რეჟიმში ხდება. და როდესაც შენი სქემა მოდელი იცი, სანამ კრიტიკა წამოვა, ჯერ პაუზა ჩნდება და ფიქრი ჩდება, რომ ასე მნიშვნელოვანია ეხა თეონას ფეხია გადადებული თუ ჩაულებრივ უდევს რომ ამის გამო საყვედური უთხრა და აპრიორიტეტებ. ეხა რას ნიშნავს აპრიორიტეტება? ერთიანი ცდილობს ყველაფერს წესები შემოიტანოს და ამ წესებიდან გამომდინარე გაკრიტიკოს. აპრიორიტეტება ნიშნავს რომ სადღაც წესები მართლა მნიშვნელოვანია, სადღაც არა. მოდი ხა ორი მაგალითი მოვიყვანოთ. ერთი მაგალითი ეხება წერილს, რომელიც სასიყვარულო წერილს, რომელიც გაუგზავნის ერთიანს. სასიყვარულო წერილი ნიშნავს რას? რომ აქებენ, ადიდებენ, სიყვარულს ეფიცებიან. ერთიანისთვის პრიორიტეტი რა არის? არა ის, რას ფიქრობ ჩემზე, არამედ რამდენად წესიერი და მორალური ხარ და ეთიკური ხარ. ამიტომ ერთიანი იღებს ამ წერილს გრამატიკულად წითელი პასტით ასწორებს და ადრესატს უკან უბრუნებს. დათა თუთაშხია, ზაქნათქვამე. ჭაბუა მირეჯების რომანის პერსონაჟს. ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე. მოდი ხა ვნახოთ, აქ ასე მნიშვნელოვანია წესები? ანუ მე შენ მიყვარხარ, იმიტომ რომ ხარ ძალიან ჭკვიანი, აქ მძიმესად დაუწერთ რა მნიშვნელობა აქვს. თავარი რომ ადამიანს უყვარხარ. აქ წესები მეორე ხარისხოვანი. წერტილ მძიმეს აქ აზრი არა. მაგრამ თუ შენ ხარ ფინანსისტი და აკეთებ გადარიცხვას. მძიმეს 0-ის წინ დაწერ თუ 0-ის უკან, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ გადამწყვეტია მძიმე. იმიტომ რომ შეიძლება გადარიცხვა 1000 ლარი, ან გადარიცხვა 10000, ან მილიონი. ერთი მძიმის გამო. ეხლა ეს რას ნიშნავს? როდესაც შენ სქემა მოდელებს აცნობიერებ, შენ უკვე შეგიძლია აირჩიო, რომ აქ წესები დავაპრიორიტეტო და აქ წესები ესეთ მნიშვნელოვანი არ არის. ანალოგიურად თუ შენ ორიანი ხარ, შენ იცი, რომ აქ შეიძლება იზრუნო, ამაზე შეიძლება ისრუნო.
აქ ზრუნვა საჭირო არ არის. და აქ უნდა ვიზრუნო ასეთი ფორმით, იქ ისეთი ფორმით. არა, უცბად ყოველას ხაჭაპურები უცხოთ. თურმე ვიღაცებისთვის ჩაი ხაჭაპურზე მნიშვნელოვანია და ვიღაცებისთვის უფრო მნიშვნელოვანია რომ ის საზღვარი დაიცვა და ზრუნვით არ შეაწუხო. და ხე მართვას იწყებს შენი ენერგიის. და მართვა ნიშნავს უკვე განვითარების მაღალ საფეხურზე გადასვლას. და ურთიერთობის დალაგებასაც ავტომატურად. კი, სწორია. ძალიან ხშირად გოგოები მწერენ, რომ ვიზიდავ ერთსა და იმავე ურთიერთობებს. სახელები სხვადასხვა, მაგრამ ერთი და იგივე ურთიერთობები მეორდება. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? ან რა ენია ნიშანია, ან რატო იზიდავს ერთსა და იმავე ურთიერთობებს? ერთსა და იმავე ურთიერთობას იზიდავს ნებისმიერი ენია ნიშანი, უბრალოდ გამომდინარე რა ტიპაჟია ურთიერთობად შესაბამისი. მოდი, მაგალითი ავიღოთ. ავიღოთ სამიანი. ტრიუმფატორი მიმღწევი, მას უნდა იყოს საუკეთესო, მას უნდა იყოს შეუდარებელი, მას უნდა იყოს ისეთი, რომელსაც მუდმივად აქებენ და სუკრავენ. სამიანსო იმდენად უყვარსო ყურადღების ცენტრში ყოფნაო, რომ პანაშვიდზე თუ არისო, აუცილებლად მიცვალებული უნდა იყოსო. და ქორწილში თუ არის, აუცილებლად პატარძალია. ეხლა ლოგიკურია ისეთ ადამიანებს მიიზიდავს, ვინც მუდმივად ტაშს უკრავს. და როგორც ტაშის დაკვრა შეწყვეტ ურთიერთობა შეწყდება. ბუნებრივია ის მიიზიდავს ადამიანებს აღფრთოვანებულს მისით. აი აღფრთოვანებული ტიპი რაღაც გაბადრული სახით ვაიმე როგორ მიყვარხარ თქვენი ფანი ვარ. რა კარგია თქვენ. ცხადია, საინტერესოა. და ეს ურთიერთობა მანამ გაგრძელდება, სანამ აღფრთოვანება არის. იმიტომ რომ აღფრთოვანება საკვები. საკვები გათავდება, გადაერთვება სხვა აღფრთოვანების ობიექტზე. ეხლა ანალოგიურად შეიძლება მოვიყვანოთ სხვა ენიანი ნიშანი, ხო? მაგალითად მოვყოთ რვიანი, რომელიც ძალიან დომინანტურია, ბოსს ეძახიან, ამიტომ ძლიერია, მებრძოლია, ძალიან კონფლიქტურია. ეხლა რვიანებს როგორც წესი ორი ურთიერთობის მოდელი აქვთ. ერთი მოდელი არის უპირობოდ მემორჩილება და დომინაციის სრულ საშუალებას და უფლებას მაძლევს. მეორე მოდელი არის პირიქით, თვითონაც დომინანტურია, უბრალოდ მე ვიბრძვირო და ვიმორჩილო. და მთელი ჩემი ურთიერთობა არის ბრძოლა და ბრძოლა რა არის, იცი? ვინ დაგირეკა იმას რატო ხდები? რაღაცა ეგ მეგობარს არ გავს? რატო მუშაობ ამ სამსახურში ხო ხედავ ეს უფროსი როგორ გიყურებს? ეს არის ბრძოლა, რომ ჩემ ჭკუაზე უნდა იცხოვრო. ეხლა ნახე, შეიძლება მას ყავდეს პარტნიორი ერთი მოდელი ეს არის, რომ კარგი, როგორც შენ გინდა, თავი ოჯახში შევინარჩუნოთ და წამოვალ იმ სამსახურიდან, აღარ ვიდაქალებ იმ გოგოსთან. და მეორე მოდელი უკვე არის პირიქით, რომ რა შენი საქმეა, მე სადაც მინდა იქ ვიმუშავებ. როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ. ეს მოდელები განმეორებადია და განმეორება გაგრძელდება მანამ, სანამ რვიანი არ დაფიქრდება. საიდან მოდის მისი ეს კონტროლისა და დომინაციის სურვილი? რატომ მოსწონს მას ესე კონფლიქტები და ჩხუბი? იმიტომ რომ ფაქტია მოწონს სხვანაირად ესე ხშირად არ იქნება მის ცხოვრებაში, ხო? კი. და ვინ არის ის ამ კონფლიქტების და ჩხუბის იქით? აი ამ სქემის, ამ მოდელის, ამ პატერნების იქით ვინ არის? ამის გააზრება ნიშნავს იმას, რომ იდენტობას არ დაკარგავს, ანუ ეს რვიანული ხასიათი დარჩება, უბრალოდ დაიხვეწება და განვითარდება, იმიტომ რომ მართვას ისწავლის ამისას, ხო? ეხლა მეორე მხარეს გააჩნია რომელი ნიშანია, გამომდინარე აქედან არის, რომ ან ებრძვის, ან ემორჩილება. როგორც წესი ორიანები და ცხრიანები უფრო მორჩილები არიან. იმიტომ რომ უფრო ადაპტური ტიპები არიან, უფრო სხვაზე მორგებული ტიპები არიან. მაგრამ რვიანები ხშირად შვიდიანებს და სამიანებს ირჩევენ. სამიანი არის, რა ვიცი მე, წითელი ფერარი, რომელიც არის ძალიან ჩქარი მანქანა, რომლის დამორჩილება ძალიან რთულია და შეიძლება აილეწო. ხშირად რვიანს ეს მოწონს მაღალი ადრენალინი სამიანთან ურთიერთობის. მაგრამ ეს მუდმივად არის, რომ რვიანი ცდილობს მოიმწყდიოს და სამიანი გარბის. ან სამიანი ცდილობს მის გამოყენებას. და რვიანს მუდმივად აქვს ხალატის მოლოდინი, იმიტომ რომ მუდმივად გრძნობს, რომ თუ საუკეთესო არ იქნება, მას ჩაანაცვლებენ. აი სამიანთან ურთიერთობაში ეს განცდა ძალიან ხშირია, რომ მუდმივად კასტინგზე ხარ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცოლი ხარ ან ქმარი ხარ და სამი შვილი გყავთ, მუდმივად კასტინგზე ხარ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოჩნდეს სხვა უკეთესი ვარიანტი და შენ მეორე პლანზე გადახვიდე. ეს როგორც წესი მოქმედებს ასე, რომ ან ძალიან ისეთი ხდები მოტივირებული და ამ კასტინგში ცდილობ, რომ საუკეთესო იყოს შენს ყოველთვის, ან პირიქით ძალიან ითრგუნები. და ძალიან იღლები ამ ყველაფრით. ახლა შვიდიანებს ძალიან ხშირად ირჩევენ ხოლმე რვიანები. შვიდიანი არის ყოველს თავისუფლების მოყვარული ნიშანი.
აი ანტიერთიანია, ვალდებულებები არ უყვარს, შეზღუდვები არ უყვარს. 8-იანი ცდილობს ის მუდმივად კლანჭებში მოაქციოს, 7-იანი ცდილობს მუდმივად დაუსხლდეს ხელიდან გაიქცეს. 8-იანი ცდილობს შეუქმნას იდეალური პირობები, რომ მას ოქროს გალიაში ჩასვას, რომ მას თავისუფლება აღარ მოუნდეს, მაგრამ 7-იანს მაინც თავისუფლება უნდა. ეხლა 8-яნის გადასახედიდან ეს საერთოდ გაუგებარია. იმიტომ რომ ყველაფერი მოგეცი, აი რა გაკლია? რა არ გაქვს? ახალი ტელეფონი გაქვს, ახალი მანქანა, ახალი სახლი, ბოლო ბრენდის ტანსაცმელი, მოგზაურობა. მაგრამ მაინც ცდილობ რომ გაიქცე რატო? და 8-იანი ვერ ხვდება რომ 7-იანს არ უნდა ყველაფერი საუკეთესო, ეს 3-იანს უნდა. 7-იანს თავისუფლება უნდა და მას ურჩევნია თავისუფლებაში დაბალი ხარისხი, ვიდრე მისთვის ეს მონობა, ხო, ეს გალია, ვიდრე მონობაში საუკეთესო ყველაფერი. კი. და აქ არის მუდმივი ჭიდაობა. აი ძალიან საინტერესო არის ესეთი წყვილი იყო 90-იანების ესეთი წყვილი სამაგალითო ელიზაბეთ ტეილორი და რიჩარდ ბურტონი. 8-იანი და 7-იანი. ელიზაბეთ ტეილორი 7-იანი. და მათ ცხოვრებაში იყო მუდმივი შერიგება და შორება. დაქორწინდებოდნენ, განქორწინებოდნენ. რატო? იმიტომ როგორცვე პასუხისმგებლობა შემონდი 7-იანი მაშინ გარბის. 8-იანი მის მონადირებას იწყებს ისევ შეახუჭუჭებს, მერე ეს ისევ გარბის. აი ეს კატათაგუობანა მთელი ცხოვრება. დასასრულისკენ მივდივართ ილია და ეხა მივხვდი რომ შეიძლება ის რაც 8-იანი და 3-იანი ხო შეიძლება ერთად ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ 8-იანი იყოს იდეალური 2-იანისთვის. ხო, ნაკლები გამოწვევები. ისევე ხო, ანუ პირობითად, ანუ შეიძლება ერთი ენეაგრამა იყოს მეორე ენეაგრამისთვის ძალიან სასარგებლო. აი, რას ეტყოდი ადამიანს, ვინც ეხლა გაურკვევლობაშია, დაკარგული აქვს საკუთარი თავი, ურთიერთობებში პრობლემები აქვს, რას ეტყოდი, საიდან დაიწყოს, რა გააკეთოს? დაიწყეთ ენეაგრამას შესწავლით, მით უმეტეს 24 აპრილს ვიწყებთ ონლაინ პროგრამას მე-12 ნაკაც ენეაგრამასზე და თქვენ შეძლებთ სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ დროს რომ ჩაერთოთ ამ პროგრამაში და ისწავლოთ ენეაგრამა. გაიცნოთ საკუთარი თავი და საკუთარი თავის გაცნობით, საკუთარი თავის აღმოჩენით იწყება ყველა ის სასარგებლო ცვლილება, რომელიც აი ასე გჭირდება. კი, მეც ხომ აქვს გავლილი ენეაგრამა და ერთადერთი რის გამოც მარტო ვურჩევდი მაგალითად ენეაგრამას ადამიანებს, ჩემი სრული პოტენციალი დავინახე. იმ განუვითარებელმა 3-იანმა დაინახა, თუ განავითარებს საკუთარ თავს, სად შეუძლია რომ მივიდეს მაგალითად და რას შეუძლია რომ მიაღწიოს. და ეხლა წეგან ურთიერთობებზე რომ საუბრობდით, ძალიან ხშირად ურთიერთობაში შევსულ არ იმიტომ კი არა რომ მე მომწონებია ის ამის გვერდით თუ იქნები, რა სიტყვის მეზობელი, რა სიტყვის დედა, რა სიტყვის მასწავლებელი, რომელმაც არ მაღიარა, რომელმაც არ დამაფასა და ასე შემდეგ. მოგეთ, ძალიან საინტერესოა ადამიანის ფსიქიკა. და აი აქ ამ ყველაფრიდან თავისი მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენა და ამოწურვა. ძალიან დიდი მადლობა ილია, ძალიან საინტერესო იყო. ისეთი თემა არის, რომ ვერ ამოვწურავდით და ვერც ამოვწურეთ, თუმცა მეტ-ნაკლებ ადამიანებმა მე მგონია, რომ გაიგეს რაზე ვსაუბრობდით. და აქვთ უკვე, როგორ თქვა ესე, რუკა ჩემთვის ენეაგრამა არის რუკა, სუიძახი რომ რუკა არის, თქო რა შენი ცხოვრების რუკა. შეგიძლია იპოვო და შემდეგ განავითარო ის რაც განუვითარებელი გაქვს, განავითარო და ის რაც ხელს გიშლის, შეგიძლია უკვე რაღაცნაირად დაამუშავო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა შენ და ხვამდის. ნახვამდის. მე კი მომდენო ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით.